ადი რა ძაღლი ვარ? სასყალბის ცოლს არწევ. ეს რა საქმეა? რა ცოლი, რის ცოლი, რას მიქარავ? იას, შენ თუ ხუმრობ, ჩვენ სულ არ გვეხუმრებ. აქალს ვერავინ დაგვარცხებს, უნდა ანტიქრისტე ჩამოვიდეს თავისი დარდაც. უბიროისო, ჩორთან არა ვარ. სადღა უნდა წავიდე. არ გაჩუნდები შენ ხორის ტილო. აბა, კნიაზო. ცოტა წყნარად იყავი, კნიაზ. იქალ ვერ წაიყვან. ირჯვარი დაიწერე არა მოგელანდოს რა. რა ძალიან ხვირი. რა ვაი, გული არ გამიხეთქო. შენ ყარაჩოღელი გიჟუა გაგიგონია? ამარ კიდე ახლა ბიჭიან ბატონიანად ანდერძიაგი. მოულაო, რა მაიყუში ვიტანკე ხარ, მოკიდე ხელა გაატრიე. არა, ბალდახინი მოიწარე და ისე გამასვენეთ. თვითონ სტალინიც შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც კანონიერი ქურდი. რატომაც არა, რომელიც კრემლში იბარებს და იქ საქმეებს არ უყვევს და ეს მით რჩება ქართულ სინამდვილეში პატრონებმა მოგიხსენებათ პოლიტიკაშიც. ხო, აუცილებლად ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ვიღაცებს იბარებენ და მერე საქმეს ურჩევენ. იცით რა არის, აი ჩვენ წეღან გმირებზე ვსაუბრობდით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო იყო თქვა საბჭოთა იმპერიის ფარგლებში, ქართველები საერთო გმირები უნდა ყოლოდათ, მაგრამ ქართველები რუს გმირებს არ ცნობდნენ. ამიტომ საბჭოთა იდეოლოგიის წნეხის ქვეშ ახლა არა მარტო თქვა ქართველები ვიყავით, ხო, იყვნენ სხვადასხვა ხალხები, რომელიც საბჭოთა იმპერიის ფარგლებში იყვნენ და მასთან ერთად რუსული საზოგადოებაც ძალიან მძიმედ გაეცდიდა ამ იდეოლოგიის წნეხს, მაგრამ რუსული საზოგადოება, ანუ რუსი ხალხი ხედავდა, რომ ეს იდეოლოგია იყო ამ იდეოლოგიაზე იყო დამყარებული რუსული იმპერიის სიძლიერე. ანუ რომ ეს იდეოლოგია იქცა იგივე ვთქვათ რუსული მესიანიზმის მემკვიდრედ რომ ეს ჯერჯავა ისევ არსებობდა და თვითონ რუსი არის ბუნებით იყო ძალიან ესეთი რევოლუციონერი და გურწფელი კომუნისტი რაც ქართველებში იმ დროისთვის რაღაც დამცინავ დამოკიდებულებას იწვევდა და ქართველებისთვის აი თქვათ თუ მაგალითად რუსი ხალხი ხედავდა რომ მისი გაღებული მსხვერპლი თქვათ ღირებული იყო მათი თაობებისთვის მომავალი თაობებისთვის იმიტომ რომ ყველა ვიცით რომ თქვათ სამოქალაქო ომის გმირების და შემდგომ უკვე მეორე მსოფლიო ომის გმირების საქმე მისაბაძი იყო ხო მთელი რიგი თაობებისთვის რუსეთში ხო საქართველოში ესე არ ხდებოდა ქართველები ბოლშევიკურ გმირებს არ ცნობდნენ და ეს იყო ერთგვარი პროტესტი ამ საბჭოთა იდეოლოგიის მიმართ და საქმე იმაშია რომ აი ამ შემთხვევაში ხო ქართველებისთვის რადგან გმირებს არ ცნობდნენ ქართველებისთვის გმირი გახდა პრობლემა ხო ამ დროს ხო ეს რაღაცნაირად გმირი გამოვიდა ზუსტად როგორც თქვი რუსეთში გადახვეწილი კანონიერი ქურდი და ამით ქართველები იცით როგორ იყო აი ჩვენ ვამბობთ რომ თქვა თუ რუსეთში რუსები თქვა პოლიტიკით ან ეკონომიკით ან სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ გჯობიან და ანუ იმპერიის მოთავეები არიან ხო მაგრამ აი გაგებასა და კაცობაში ჩვენ ვიყავთ პირველები ქართველები და ყოველთვის ვცდილობდით რომ აი ქურდული ეთნოსის სოდნით ან გაგების სოდნით თავი ყველაზე აღმატებულად გვეგრძნო და კარგი საყვარლები რუსი ქალის. არა ეს არ არის შემთხვევით, ძალიან მნიშვნელოვანია. Что недавно пришлось горевать. Я хочу, чтобы песни звучали. Слышал? Что случилось? Объявили 30 градусов. Одну минуту. Простите, пожалуйста. Я подумала, вы человек южный, а на улице 30 градусов, говорят. Что вы говорите? Одеяло добавочное принесла, вот. Спасибо. Спокойной ночи. Сена. С наступающим праздничком вас. Вас также. Это вам. Благодарю. Пожалуйста. Вы знаете, а я ведь в Тбилиси не бывала. ასეა კონიაკებით ხელს. რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვერ ვიტყვი ქართველებმა და რუსებმა ვერ იპოვეს საერთო გმირი, იმიტომ ამხანა გისტანი იყო საერთო გმირი ყველასი და ახლა დასავიწყებელი არის. მე მგონი მაინც თქვენ ასახავთ მდგომარეობას სტალინის შემდეგ. იმიტომ მანამდე სტალინი შეიძლება რაღაცა აი ძალიან ცოტა ქართველისთვის არ იყო გმირი და იყვნენ ასეთი ადამიანები რა თქმა უნდა, მაგრამ ისინი ღრმა უმცირესობაში იყვნენ, ახლა ამის დამალ ვარღილს
ძალიან ბევრს არ უყვარდა სტალინი, მაგრამ წერდა მასზე ლექსებს, იღებდა კინოს და სხვა, მაგრამ უმეტესობას და მე ეს ვიცი ძალიან კარგად, იმიტომ ამ უმეტესობასთან ჰქონდა საქმე მერე, ესენი იყვნენ ჩვენი მშობლები, ჩვენი ნათესავები, წინათაობის ადამიანები, რეპრესირებულების ოჯახებიდან დაწყებული და მარეპრესირებლებით გაგრძელებული და დამთავრებული. როდესაც უყვარდათ სტალინი, მე არ დამამიწყდება რომ მამიდაჩემი რომლის ოჯახი ესე იგი მთლიანად იმსხვერპლა ხანაგმა სტალინმა ძმები, ქმარი, ყველა დახვრიტა, ყველა მოსვლო სტალინს შეხვდა როგორც ესე იგი ერთ-ერთი წარმომადგენელი ქართული საზოგადოებრიობისა, ეს იყო საბავშვო ბაღების დამგეები ხდებოდნენ ამ ხანაში. სტალინს შეხვდა და იმის მერე სტალინზე ძვირს ვერ იტყოდი ჩვენს ოჯახში. ახლა მამაჩემს ულაშები რატო ქონდა და სხვა ეს ყველაფერი ჩემთვის არის ცნობილი, იმიტომ ამათვის მართლა იყო გმირი, მაგრამ ამავე დროს გეთანხმებით ეს კაციც ის რა იყო? ესეც იყო რუსეთში გადახვეწილი და ესეც იყო კრიმინალი, რატომ მოწონდა მას? რატო უკვეთდა ამ ფილმს? იმიტომ სტალინს უნდოდა, რომ ხალხს ცოდნოდა, რომ კრიმინალობა არ არის აკრძალული თუ კარგ საქმეს ემსახურება. ის მას ახსოვდა მშვენივრად რომ ბანდიტი იყო. აგერ აქედან შორს არ არის, აგერა ორნაბიჩი ეს შენობა, საიდანაც გაიტანა მან ასე ვთქვათ გამოსთან ერთად დიდი თანხა და მე აი ამაზე აეწყო მისი ურთიერთობა ილია ჭავჭავაძესთან, იმიტომ რომ ყველამ რო თქვა რომ ვაპატიოთო, ილია ჭავჭავაძემ თქვა არ ვაპატიოთო. როცა მიმართვაზე იყო რომ მიმართოთ თუ არა რუსებს და გადავარჩინოთ თუ არა ეს ახალგაზრდა პოეტი და ნიჭიერი კაცი, ილია ჭავჭავაძემ გაწირა მაშინ და ეს იმან ცუდად დაუმახსოვრა. მაგრამ სტალინისტვის უცხოარი იყო ექსპროპრიაციის ოპერაციები, ძარცვა, მკვლელობა და ასე შემდეგ და მას უნდა ეჩვენებინა რომ თუ დიდი მიზანი არის, კეთილშობილი მიზანი, ეს მისაღებია, ეს დასაშვებია. Ты что, Сашенька? Устал. Не понимаю, мама, не понимаю. Ведь это же не жизнь, а сплошной митинг. Да ты что? Что ты говоришь? Ты опомнись. Все честные люди в партию пошли. К Сталину, а ты... Не надо, мама, не надо. Именно здесь и начните. Места много. От этого берега Волги до Мамаева, Кургана все придется занять. Вон там хорошие парки разбейте. А здесь жилые дома постройте. ხელოვნების მუშაკები არასოდეს არ უსწორდნენ ხას სწორედ ყაჩაღურ საქმიანობას. აბა ნახეთ, რამდენი დიდი რომანი არის არსენ ამარაბდელი, ერთხელ აღწერილი რომ ვინმე გაძარცვა რეალურად ესე. სულ არის სოციალური შურიზიებები და ასე ვთქვათ მებრძოლი არის ზუსტად ისე როგორც თქვენ ზანეთ ერწყმის ბოლშევიკური ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ და მათი ეს მართლა იყო ინტერესთა თანხმედრა. მაგრამ ამავე დროს თვითონ მიმართავდნენ კრიმინალურ საქმიანობას. და გარკვეული გაგებით მე რო გითხარით რომ საბჭოთა დროში შავი სამყაროსა და კომუნისტების შეხვედრა მოხდა, გაიხსენეთ რა, ესე იგი დიდი ლიტერატურა, დიდი რუსული ლიტერატურა, რომელიც ამას ეძღვნება. რას ამბობს რომ პოლიტიკოსები რომ ხდებოდნენ ზონებში, იქ ხდებოდა სისტემა აწყობილი შესანიშნავად, რომ ქურდები და ადმინისტრაცია იყვნენ ერთად, დაჯაგრული ყავდა დაანჩენებს ამუშავებდნენ, ქურდები ამას ხელმძღვანელობდნენ და უცებ ჩავიდა ერთი დიდი გაყოლება, დიდი რაოდენობის განათლებული და მტკიცე იდეოლოგიის ხალხი, ანუ პოლიტიკური პატიმრები, რომელთაც დაიწყო ბრძოლა ქურდულ სამყაროსთან და ერთი პერიოდი გაიმარჯვეს კიდეც. Опять пришли царапать мою душу. Друг, мы ведь тоже были преступниками. А я был и буду преступником. Я не хочу быть честным. Я убийца. Ну зачем это? Что? Работать, да?
Слушайте, медик, я за себя не отвечаю. Вы истечете кровью. Отойдите, медик. Свяжите его. Вы наивный человек. ბატონო, არის ფილმი, რომელსაც ქვია პატიმრები, ეს არავინ არ იცის, მისი ჩერვიაკოვი ასეთი რეჟისორი, ეს ერთადერთი საბჭოთა ფილმი სტალინის ეპოქაში 36 წელს გადაღებული, სტალინის ბანაკებზე, იცით? ხო, მე სრულიად შემთხვევით ვნახე ეს სურათი, მხატვრული სურათია. Ну, ბუნებრივია, ხა იქ წყვილებია ბევრი, მაგრამ ლაპარაკია იმაზე, რომ იქ არიან სპეციალური შტატია ადამიანების პოლიტაქტიური პარტაქტივისტების, რომლებმაც უნდა აღზარდონ და გამოასწორონ ადამიანები. და იქ არის საინტერესო თან, რომ პოლიტპატიმრები, ტროცკისტები, ბუხარინისტები, არ ვიცი, და ქურდები, კრიმინალები ერთად არიან შესახლებულნი, ასე ვთქვათ, და ქურდები და კრიმინალები გარკვეულწილად უფრო ადრე გაივლიან, ასე ვთქვათ, აღმზრდის ამ უფრო ადრე გამოსწორდებიან და მერე გამოასწორებენ იწყებენ. პოლიტიკის სიმართლე რაც მაგ ფილმში ეგაა. ხო? ქურდები გაცილებით უფრო მისაღები იყო მათთვის, ახლა გამოსწორების ამბავის ხარი. მისაღებიც და აგენტებიც იყვნენ, ასე არ არის? ისათვის რომ გაეკონტროლებინათ. ხო იყვნენ, ეს ხო იყვნენ შეკრული ხელისუფლებასთან, თუ არა? იცით ახლა კომუნისტებს ლოიალური დამოკიდებულება ამ ქურდების მიმართ, მე ცოტა სხვა მიზეზებითაც ახსნით, თუმცა ბატონი ლევანი მართალია, უკვე 80-იან წლებშიც აჯობეს უკვე კანონიერი ქურდების ინსტიტუტის, აი იმდენ სიყვარული იმდენად დიდი იყო საზოგადოებაში 70-იან წლების 80-იან წლების დასაწყისში დიდი იყო, მაგრამ შემდეგ როდესაც გაჩნდნენ უკვე ეს არაფორმალური გაერთიანებები. ანუ არ შემიძლია ხა რომ არ გაგაწყვეტინო 70-იან წლები რადგან ახსენეთ, რომ რამდენი ხანია მინდა კითხოთ. შევარდნაძემ დაუწყო ბრძოლა, ну, წესით ხო, კანონიერ ქურდებს და ქურდების ინსტიტუტს. თუ არ იყო ეს მამცეხავიკებს რომ მოვიდა. კი ბატონო, კი ბატონო. ანუ როდესაც ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ქურდულ სამყაროში ჩდება რაღაცა იერარქია, ანუ ჩდება რაღაცა აკრძალვები, ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ამ სამყაროში მოვიდა განათლებული ადამიანი. აი რაც შეეხება ხა მე მინდა აკრძალვებთან დაკავშირებით თქვა, რომ როდესაც თქვა აი რუსეთის მაგალითი რო ავიღოთ, მეფის რუსეთში როდესაც ხდებოდა გლეხთა აჯანყებები, აი თქვა ну, ემელიან პუგაჩოვის აჯანყება რო ავიღოთ, იქ დამნაშავეთა ბრბო ყოველთვის ემხრობოდა აჯანყებულებს და ისინი ერთად იბრძოდნენ, თქვათ, მეფის რეჟიმის დასამხობად. აი, როდესაც ქურდულ სამყაროში ჩდება აკრძალვები, აქ უკვე დაუშვებელია ქურდული სამყარო ემიჯნება სახელმწიფოს, აქ უკვე დაუშვებელია კრიმინალებისა და თქვათ პოლიტპატიმრების, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი სისტემის მიერ იყვნენ დევნინი, ორივენი, ხო? მაინც დაუშვებელია მათი სიახლოვე. კი, იცით რატო? იმიტომ რომ საზოგადოებისგან საერთოდ გაიმიჯნა ქურდული სამყარო, ის არ ცნობდა სახელმწიფოს, აქედან გამომდინარე ის არ ჩაერეოდა საზოგადოებრივ კატაკლიზმებში და მე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონიერი ქურდები ძალიან დიდ პატივს სცემდნენ პოლიტპატიმრებს ციხეებში, მათი ერუდიციის გამო, მათი განათლებულობის გამო, მათ შორის მაინც ესე რომ ვთქვათ, აი ოფსკრული იყო, ისინი არასოდეს ერთად არ დადგებოდნენ და კომუნისტების ლოიალური დამოკიდებულების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ ეს იყო, რომ სტალინურ ეპოქაში, როდესაც ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ლაგერებში მილიონობით ადამიანი იჯდა, ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ კრიმინალების აი ეს მთელი არმია არასოდეს არ დაუდგებოდა, ვთქვათ, პოლიტიკური ბუნტის შემთხვევაში, ანუ შეთქმულების შემთხვევაში, ვთქვათ, აჯანყებულებს. აი ეს იყო ძირითადი მიზეზი. იმიტომ რომ ეს კრიმინალები უფრო ლოიალურნი იყვნენ რეჟიმის მიმართ. ლოიალურია, ისინი უბრალოდ საერთოდ არ ცნობდნენ რეჟიმს. ანუ კანონიერი ქურდების ინსტიტუტი არ ცნობდა საერთოდ სახელმწიფოს, არც საზოგადოებას. რო ამობენ, რომ აგენტები იყვნენ ხელისუფლების. არა, ეს არ არის ხო? არა, ეგეთი გავრცელებული აზრი იყო, ხო, რომ გაეკონტროლებინათ ციხეში. ხო იყვნენ. ყარად არსებული ფაქტია, რომ ისინი შესანიშნავად თანამშრომლობდნენ, მაგრამ ხელისუფლებაც უწყობდა ხელს, რომ მათ თავისი პრინციპებისთვის არ ეღალატათ. ქურდი არ მუშაობდა მაგალითად. ანუ ამის გამო პეკეტეში და შიზოში არავინ არ სვამდა. მე რო არ მემუშაო, ჩამხავდი ახლა გასაგებია. ამიტომ იქ იყო ინტერესთა თანხმედრა და ისე ნამდვილად ვერ წარმოადგენთ ვითარებას, რომ ქურდების სახელმწიფოს არ ცნობდნენ, აბა სალას საიდან ჭამდნენ და ამდენი როგორ გადარჩნენ. როგორ იყო, აბა არ დაუჯერო შალამოვს, რომელმაც აღმიწერა ეგა, რომ შიმშილით კვდებოდა. და პოლიტიკაშიც მოდიოდნენ, აღარ დავასახელებ გვარი. მერე, ხო. თუმცა ერთი სიმართლეა.
იყო აი სიწმინდის ელემენტები, არ მინდა სხვანაირად გამიგოს სიტყვა სიწმინდე რა თქმა უნდა ამ საქმესთან, მაგრამ თავისი პრინციპების დაცვის მაქსიმუმს ახერხებდნენ თანმიმდევრულობის ხელისუფლებასთან შეთანხმებით, იმიტომ ხელისუფლებამ დაინახა მათი საჭიროება. არ მუშაობს კაცი, მაგრამ ამუშავებს ხუებს და ორგანიზება უკეთესია ამ შემთხვევაში, იმას აქვს ავტორიტეტი, მაგრამ ის რომ პატივსცემდნენ ეს იყო ცალკეული შემთხვევა, მაგრამ ძირითადად ქურდებსა და პოლიტიკოსებს შორის იყო სისხლის მღვრელი ომი. ძირითადად თელ საბჭოთა ზონებში ამათ შორის როცა ისინი ბევრნი შევიდნენ იქ რაში გამოიხატება დისკუსია ლეგლობებში დისკუსია არ ყოფილა არა იმიტომ რომ იმათ იცოდნენ ერთი რამ რომ რა კომუნისტები რომლებიც დგანან ვახტაზე და რა კომუნისტი რომელიც შემოუვიდა და აქ კომუნისტი იდეურები ქურდებისთვის მიუღებლები იყვნენ ისინიც და ისინიც ბუნებრივია იმიტომ რომ ამათთვისაც ესენი ძევიდან უყურებდნენ რა თქმა უნდა იმას უყურებდნენ როგორც ასოციალურ ელემენტს თან როდესაც პოლიტიკოსებმა დაინახეს პოლიტიკურებმა დაინახეს რომ ქურდები და ადმინისტრაცია ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან ისინი ამას აჭმევენ და ამათ მშიერს ტოვებენ და ასე შემდეგ და რომ რაღაც წესები არის და ამ წესებში არის რომ ადმინისტრაცია იმას არ აიძულებს რომ იმუშაოს და ეს შესანიშნავად აღწევი ყველამ აღწერა ეს ვისაც კონტაქტი ჰქონდა ბუნებრივია ერთი საერთო ჰქონდათ რა ეგრეთ წოდებულ ბოზებს ვერ იტანდნენ ვერც ისინი და ვერც ესენი ეგ მართალია ესე იგი გასაგებია ბოზები ვინ იყვნენ აი მე მახსოვს გიორგობის თვე რომ გამოვიდა ეკრანებზე, მაშინ რა ამბავი ატყდა, იმიტომ რომ ეს იყო პირველი ცდა ქართულ კინოში ყოველ შემთხვევაში, ემხილებინათ ის, რაც ხდებოდა ქართულ საზოგადოებაში, ეკონომიკაში, როცა ყველაფერს იპარავდა და ერთი გიჟი ბიჭი მოვიდა და თქვა რომ შერეკილი რომ ეს რა შვებითო, ხო? და რა ამბავი ატყდა, იმიტომ რომ ნუ ბუნებრივია რომ არავის არ უნდა და ეს სიმართლე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფილმი ამ ხრივ გიორგობის, და მნიშვნელოვანი რომ ცოტა ხანში მოდის ქვეყნის სათავეში ედუარდ შევარდნაძე. რომელიც თითქოს იწყებს ბრძოლას აი ამ ეგრეთ წოდებული მამნე ტრადიციების წინააღმდეგ და აი როგორც ნინომ თქვა არასოდეს არ ყოფილა ქურდებზე დაწერილი რომანები, რა ვიცი, პიესებს დგავდნენ, ფილმები ასეთი პოპულარული როგორც 70-იან წლებში. სწორედ მაშინ, როცა ეს ბრძოლა გამოეცხადა. რატო? ახლა მე ბატონ ლევანის ვეთანხმები ძალიან ბევრ რამეში, მაგრამ მე იმ დროზე რომელზეც მე საუბრობ, ეს იყო დაახლოებით 30-იან წლებამდე მივედი მე. ანუ ის რაც ხდებოდა შემდგომშიც იყო 40-50-იანი წლები, როდესაც თითქმის აი უკვე გადაგვარეთ, ანუ დასასრულის დასაწყისი გახდა კანონიერი ქურდების ინსტიტუტისა ეს წლები, როდესაც შერბილდა თვითონ კანონიერი ქურდების ეგრეთ წოდებული კოდექსი. ანუ თავდაპირველად ეს კოდექსი კრძალავდა ანუ ესეთი ქურდული კორპორაცია რო ვახსენოთ, იმისი მამამთავრები იყვნენ, იცავდნენ რაინდულ სიღატაკეს, იყვნენ შავით მოსინი, უოჯახონი, უსახკარონი. ანუ ეს იყო მათი ძირითადი მამოძრავებელი ძალა, რომ ქურდული ასკეტიზმი, ესე რომ ვთქვათ, ხო, ეს იყო აი ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი პროტესტი იმ დროინდელი, ვთქვათ, საბჭოთა იდეოლოგიის მიმართ. ეს ქურდული კოდექსის შერბილებამ გამოიწვია აი მთელი რიგი რღვევები, აი ის რაზეც ლაპარაკობდა ბატონი ლევანი, რომ ვთქვათ, ისინი უკვე თანამშრომლობდნენ ყოველ შემთხვევაში კარგ ურთიერთობაში იყვნენ ციხის ადმინისტრაციებთან. რაც შეეხება 70-იან წლებს, უბრალოდ საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ ანუ რა არის იცით კონტრკულტურა მაშინ არის ღირებული და მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც არის ღირებული მის საპირისპიროსთან არსებობაში, ხო? როდესაც ეს საბჭოთა იმპერია დაიშალა და საბჭოთა იდეოლოგია როგორც ასეთი აღარ არსებობდა, ის უკვე კონტრკულტურა კი აღარ იყო, ეს გახდა უბრალოდ კულტურა და ძალიან დამახინჯებული ფორმა მიიღო, როდესაც დაიწყო ამ ქურდული სამყაროს აი კომერციალიზაცია. თქვენ ამბობთ, რომ თქვა დაიწერა, გამოვიდა, კი, ანუ ქურდული სიძლიერე გამოვიდა ესტრადაზე, ხო? დაიწერა წიგნები, გადაიღეს ფილმები. ოგულაძე მაგეთქვი რა განსხვავებაა ჩვენსა და თქვენ შორის და რითი გჯობი ვარ ჩვენ თქვენ ჯერ ერთი იმითი გჯობი ვარ რომ დევდარიანი ვარ მეორე შენნაირი მაიმუნი არა ვარ და მესამე ქურდმა რომ მილიონი შოუს თავის დღეში ფულს აღარ მოიპარავს თქვენ რას საკეთებთ თქვენ შენ საქმეში გასულ გვარამაძეს 1 მილიონი მანეთი ფული მიწაში უპოვეს ხის ძირში დამარხული. რატომ? იმიტომ რომ დამპალი თესლის ნაყოფია. შენც ეგრე ხარ ალბათ. შენს გაქვს ალბათ დამარხული სადმე ფული, მერე მოკვდები.
შენი შვილები ვერასოდეს ვერ იპოვნიან, მოვლენ და შიგ საფლავში ჩაგაფურთხებენ. რატომ, კაცო, რატომ? იმიტომ რომ შენს დამპალი თესლის ნაყოფი ხარ, ფულს მიწაში რა უნდა? ან ნათესავი არ ყავდა გაჭირვებული. ან მათხოვარი არ შეხვედრია ქუჩაში, ქაშვეთში შესულიყავ ერთი სანთელი დაგენთო იმის სამადლოდ რომ დადიხარ და ფეხქვეში მიწა არ გენგრევა. ფულს მიწაში როგორ მარხავ თქვენი პარაზიტი დედავატირე, მე მოდიხარ და მემედრები. შენ რა იცი თავისუფლების მას? შენ გარეთ რა გინდა, აქ უნდა მოკვდე ფანჯარასთან მესერში გაყვეხებული ხორილები და ეს არის. მოკვდი შენი დამტირებლის ზედაც ვატირე. როდესაც იგივე შევარდნაძის დროს ქურდულ ძლიერებას მიეცა საშუალება, რომ გარეთ გამოსულიყო, არა კომერციალიზაცია, კი არა, გარეთ გამოსულიყო, საზოგადოებამ დაინახა, რომ ის რაც იყო ფილმებში, წიგნებში, ანუ ის არ იყო სიმართლე. სიმართლე აღმოჩნდა უფრო დამანგრეველი და უფრო ცუდი. და ეს სწორედ აქედან იწყება უკვე აი ძირითადად აი ამ კანონიერი ქურდების ინსტიტუტის ნგრევა, ეს სახელმწიფოს ნება არ ყოფილა და ეს სახელმწიფო შევარდნაძის პოსტში შევარდნაძის შემდეგ თვითონ არ იყო შეკრული ცუდი სიტყვა, მაგრამ კარგი ურთიერთობა არ ქონდა ამ ინსტიტუტთან. ავტორიტეტი. ქართული ცხოვრების წესი იყო ჩალიჩი, ხო? აი ბატონი ლევანი დამეთანხმება. ბოზები მაინც არ მითხარით ვინ არის. არა, ჩალიჩი გახდა, აი სიტყვა ჩალიჩი გახდა ქართული ცხოვრების წესი და დღემდე ესე ცხოვრობს ქართველი ადამიანი, ხო? ანუ ჩალიჩი რას ნიშნავდა იმ დროისთვის, რომ გაგებული ადამიანი საქმეს აკეთებდა გაგებაში, ნუ ესე და ჩალიჩი და არა შრომა. ხო, არ შრომობდა, ეს ჩალიჩობდა და ამას ამართლებდა, თქვათ, რომ საბჭოთა იდეოლოგიის პროტესტის ნიშნად არ შრომობდა და ჩალიჩობდა და ამას ასე ამართლებდა. და ეს იმდენად მიღებული გახდა საზოგადოებისთვის ასეთი ცხოვრების წესი, რომ ამას აკეთებდა თითქმის ყველა. იმიტომ იყო, რომ თქვათ, აი საბჭოთა იდეოლოგიასთან პროტესტის ნიშანი იყო იმის გამოხატულება, რომ ქართველი პარავდა სახელმწიფოს რა. ანუ ის ფიქრობდა, რომ მას სახელმწიფო არ ქონდა და ამიტომ იგი პარავდა რაც ქონდა იმას. ანუ ყველა, ამიტომ იყო თქვა საწარმოებში, იგივე სავაჭრო დაწესებულებებში თუ ორგანიზაციებში, თქვა იგივე პროკურორის თუ ქალაქომის ვიღაც ჩინოვნიკების წილის გარდა არსებობდა ქურდის წილი. და ეს იყო ხელშეუხებელი, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ქართველი ფიქრობდა, რომ რადგან სახელმწიფოს პარავს ყველა, მაშინ იქ წილი უნდა იყოს იმ ადამიანის, ვინც იმ დროს ზნეობრივი ავტორიტეტი იყო და ყველასთვის მისაღები იყო. ამიტომ ქურდის წილს ხელს არავინ არ ახლებდა. და ეს ყველაფერი კარგი იყო, როდესაც არსებობდა საბჭოთა იმპერია და როდესაც ეს დაემხო, ეს ყველაფერი გახდა ძალიან ცუდი, ანუ და ძალიან მიუღებელი. არ ვიცი ხა ბატონ ლევანი ამაზე რას გვეტყვის, მაგრამ ეს სამი რამე იყო მართლა მნიშვნელოვანი, რაც თქვა ნინო, არ შეიძლება არ კითხოთ. სახელმწიფო არ ქონდა და ამიტომ ქურდობდა ამართლებდა ხო მაპატია და ეხლა ვთქვათ ეხა არ შემიძლია არ ვთქვა ეს ეგრეთ წოდებული ნიჩურტას ვერ გავაკეთებთ ხო მithumetes ლევან ბერძენიშვილია ჩემი სტუმარი ეხლა გვაქვს სახელმწიფო მაგრამ და არა გვაქვს კანონიერი ქურდების ინსტიტუტი აღარ გვაქვს აღარ არის ეს უკვე რაღაცა აი მაინტერესებს ეგ კანონიერი ქურდების ინსტიტუტი არ გვაქვს მაგრამ ესე იგი არანაირად ჩვენს არქეტიპში ჩვენს ქვეცნობიერში არ არის ეს კანონიერი ქურდების ჩალიჩი ეგრეთ წოდებული ჩალიჩი და ბოზები